მოჩიშვლები, აი ესეთი ხმლები ქონდა წელზე შემორტყმული და შეუშვეს რა. ნახე 400.000 ნოხარ 200 მაკაცმა რა. ხო, შეუშვეს, მიუშვეს რა ხდებაო და უცბად გააძრეს ეს იარაღები და მოხდა იქ. არა, როცა სულ ყველა ცივი იარაღი თაგაკდა, ხარც ყველანი. და როცა ადამიანი ანზე მოჩიშველია და ვერ წარმოიდგენ რომ ესეთი რამე ზედა, ნუ რა ამას ვერ დამალო. ახლა რა ვიცი, ხანჯალი უყურე დამალო, ხო? გინდა სამხელა, აი რა პატარა. ეს არის ჩვეულებრივი მყარი ხანჯალი, ძალიან მაგარი ხანჯალია, მაგრამ ვერსად ვერ დამალავთ რა. თუმცა ესეც კაი ვერაგები, მინდა რომ ვაჩვენო რა ეს რა არის. ესეც ბატონი კუჩას გაკეთებული ხანჯალია. ჯერ ნახეთ რა ნამუშევარია თვითონ. აი ეს მოოქროვება რაც არის. და აქ საიდუმლო ღილაკი აქვს და ოღონდ წინა აი და გახდა ორი ცალი ხანჯალი. ბატონდებს. გინახი ეგეთი რაღაცა. ამ დროს გაქვს ორი ცალი ხანჯალი. ეს მიგნება თქვენია თუ ესეც ქართულია, თბილისური. არსებობს ესეთი ხანჯლები, რომელსაც ვეძახით ჩვენ თბილისურ გასახსნელ ხანჯალს და თბილისში იყო სახელოსნო, რომელიც ამზადებდა. არის 5 თუ 6 თუ 7 შემორჩენილი კატალოგებშიც არის. და სულ ყველა არის აბსოლუტურად ერთი სახელოსნოს მიერ გაკეთებული სტილზე ეტყობა. ანუ ერთი ოსტატი იყო, ერთი ოსტატი იყო, ბულატია სულ ყველა. და ამის მთელი ღირსება ის არის, რომ ესეთ ხანჯლებს ჩვენი წინაპრები ჩოხებზე ატარებდნენ. ეხლა ჩოხებზე ატარებდნენ და იყო ფარიკაობის სკოლა, ხანჯლაობა ესეთი და მიზანი ის იყო, რომ უცბად ორი იარაღი ქონდა ერთს მაგივრად. ახლა ორ ხანჯალს ხო არ დაიგიდებდი. არა, ხო და მე დამაბნეველიც არის ვიღაცამ რო უცბად გახსნიდი და ორი. ეს საზგერებელია, ხო? ესე დარტყმა. მაგრამ ამისი ყველაზე მაგარი ისე იგავე რომ უცებ ორი ცალი ხანჯალი მოიხიბლე. ჩამოწი, დაბლა ჩამოწი. ერთი აი ეგრე.